Biznesmen Levan Jangoladzes პროლობის საქმეზე დაკავებულებისთვის დღეს აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს სასამართლო. ბრალის ოფიციალურად წარდგენა გვიან ღამემდე გაგრძელდა. დაკავებულები დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებადამცველებმა მოინახულეს. სამ პირს მამუკა ბაღდავაძეს, გიორგი მიქაძესა და გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალი პირადად გააცნეს, ხოლო გიორგი ჯოხაძესა და დავით მიქაძეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება. ძმები მიქაძეების ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის მასალების გადმოცემა ამ ეტაპისთვის ვერ მოესწრო და სხდომამდე მოხდება გადაცემა. მისივე თქმით, არასწორია, რომ დავით მიქაძე რამეს გაურბის მისი აზრით, მიქაძეს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შეიძლებოდა ასეთ საქმესთან დაკავშირებით ბრალი წარედგინათ. რაც შეეხება მტკიცებულებებს, მიქაძეების ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებზე პირდაპირ მტკიცებულება არ არსებობს. გიორგი ჯოხაძის უფლებადამცველი კი წარდგენილ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საგამოძიებო ორგანოში მაშინ გამოცხადდება, როდესაც ის საქართველოში დაბრუნდება, თუმცა ზუსტი დრო მისთვის უცნობია. რაც შეეხება მამუკა ბაღდავაძეს, მისი ადვოკატის თქმით, ის ბრალს არ აღიარებს. აღნიშნულ საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი სასამართლოში დღეს ყველა ბრალდებულის მიმართ გაიმართება. დაუსწრებლად წარუდგინეს გიორგი ჯოხაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25-119 მუხლით და ასევე 216 მუხლით, რაც თავისთავში მოიაზრებს განზრახ მკვლელობის დაორგანიზებას ჯგუფურად, ასევე იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ჯგუფურად, რომელიც ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე უღადო თავისუფლების აღკვეთას. ამ ეტაპზე მასალების სრულად ჩემთვის არ გადმოუციათ. სრულად მასალების გაცნობის შემთხვევაში უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით. ის ქვეშ ყოფ მამუკა ბაღდავაძეს გააცნეს დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. ბრალდების ხარე ედავება მას, თითქოს მან ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა და ასევე ცრუჩვენება. კონკრეტულად თავად ბრალდების ხარე ბრალდების დადგენილება თვითონ თავად აბსურდულია, ვინაიდან ბრალდების დადგენილებაში წერია ისეთი რაღაც, თითქოს და გელა უძილაური ამ წლის 16 მარტს იყო მისული მამუკა ბაღდავაძის ავტონაწილების საწყობთან, როდესაც მამუკა ბაღდავაძე არ იყო. თუ არ იყო შესაბამისად, მას ვერ ეცოდინებოდა გელა უძილაურის ადგილსამყოფელის შესახებ და ასევე მეორე ეპიზოდია, როდესაც წინათაც ვისაუბრე, სადაც არსებობს ვიდეო ჩანაწერი, როდესაც მამუკა ბაღდავაძე ატრიალებს მანქანას და შემდგომ გელა უძილაური გამოდის. აღნიშნულთან დაკავშირებით მამუკა ბაღდავაძე ფიზიკურად ვერ დაინახავდა გელა უძილაურს. მიქაძეს ასევე დავით მიქაძეს წარედგინათ ბრალდება, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 25-119 მუხლით. ასე ვთქვათ, ადამიანურ ენაზე რო გავმარტოთ, ეს შეეხება განზრახ მკვლელობის ორგანიზებას. დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლო, როდესაც გადაავლებს თვალსამტკიცებულებებს, მაქსიმალურად იმ მოკლე დროში რის საშუალებას სხდომამდე ექნება და ვერ დაინახავს ერთ-ერთ პირდაპირ მტკიცებულებას, რომლითაც მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ სასამართლო მივარაუდოს მომავალში, რომ მეტნაკლებად ეს ბრალდება საფუძვლიანია. ვფიქრობთ, რომ დიდი ალბათობით იმსჯელებს უფრო ნაკლებად მკაცრ აღკვეთის ღონისძიებაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ძმებ დმ და გმ ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს მისი განზრახ მკვლელობის ორგანიზება. ამ მიზნით ძმები დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ პირს გჯ-ს, რომელსაც გაანდეს მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა, რაზეც მისგანაც თანხმობა მიიღეს და სამივე მათგანმა დაიწყო დანაშაულის შემსრულებლის მოძიება. ამ მიზნით მათ შეარჩიეს და კომუნიკაცია დაამყარეს გჯ-ს ნდობით აღჭურვილ და დაახლოებულ პირთან გ-უსთან, რომელსაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მიღებული ჰქონდათ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის შეკვეთა და გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ შესთავაზეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა, რასაც ეს უკანასკნელი დათანხმდა.